ძალიან დიდი ხნის მანძილზე ალბათ საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე რამდენი მთავრობაც არ შეიცვალა, გენერალიზებული მიდგომა იყო ესეთი, რომ სახელმწიფოც და მოსახლეობაც იყო ბიზნეს ინტერესებისთვის. ეხლა საკითხი უნდა დადგეს პირიქით. ბიზნეს ინტერესები გასაგებია, მაგრამ ეს ბიზნესი გვჭირდება მოსახლეობის ინტერესებისთვის. საქართველოს მოქალაქეები, ძირითადად ეთნიკური ქართველები, საქართველოსდან გარბიან უცხოეთში, იმიტომ რომ აქაური ხელფასი არ აკმაყოფილებს. ხელფასები ვერ გაიზრდება თუ იმ ადგილზე, სადაც ამას არ აკმაყოფილებს და ელოდება როდის გაზდის პატივცემული ბიზნესის წარმომადგენელი ხელფას ჩამოყავს უცხოეთიდან ტიპი, რომელიც ისეთი ქვეყნიდან ჩამოდის, რომ ორჯერ იაფად იმუშავებს. ბიზნესი ამ შემთხვევაში ბედნიერია, მაგრამ საქართველოს მოქალაქე, რომელიც აქ არ მუშაობს მშენებლობაზე, მიდის უცხოეთში და მშენებლობაზე მუშაობს იქ, ანუ მშენებლობაზე მუშაობის პრობლემა კი არა აქვს, რასაც იხდიან, ის არ აკმაყოფილებს მაგას და მაგის ოჯახს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამოცანა სინამდვილეში არის, რომ საქართველოში მუშახე გაძვირდეს.